გამარჯობათ. დღეს მოგიყვებით ჩემ ცხოვრებაზე, ვინ ვარ, რა ვარ, პარფიუმერია როგორ დავიწყე, რა შვებოდი და ასე შემდეგ. ცოტა გრძელი ვიდეო გამოვა, ვისაც გაინტერესებთ, მოკალათ დით და უყურეთ. ვარ 42 წლის. პირველი სკოლა მაგ დამთავრებული. განათლება 1 იურიდიული, მეორე ბიზნესის სამართალმცოდნეობა, მესამე ლატვიაში მაგისტრატურა. სწავლა ძალიან მიყვარდა, სწავლობდი ძალიან კარგად. თან ის პერიოდი იყო, რომ საოცრება ხდებოდა, ეხლა 90-იან წლებს და იმას ვიძახი და განათლებაც ჭირდა, ფული არ იყო, სიბნელე, შუქი არაფერი არ იყო რა. მაგრამ მაინც ვახერხებდი. ასევე პარალელურად სპორტსაც დავდიოდი. სპორტი დავიწყე გვიან 13 წლის ასაკიდან. ძალიან უცებ გავსუქდა და მსუქანი ბავშვი ვიყავი და გადავწყვიტე, რომ მევლო მაგიდის ჩოგბურთზე და კალათბურთზე. კალათბურთს მალე გავანებე თავი, უკვე მე სტრიტბოლს თამაშობდი და 13 წლის ვიყავი 90 კილო და 15 წლის ვიყავი უკვე 55 კილო. ანუ თავი არის მონდომება, მეტი არაფერი. ტენის გავყევი პროფესიონალურად, წარმატებებიც მქონდა, სპორტეც მივილია, ყველაფერში მქონდა წარმატება. კალათბურთში სტრიბოლები რაღაცებიც მოგებული მაქვს. 7 წელი ვიარე მაგიდის ჩოგბურთზე. მე გადავერთე ბილიარდზე. ბილიარდსაც ვთამაშობდი პროფესიონალურ დონეზე, დავიწყე რუსულით, გავაგრძელე მე ამერიკული პულით. ასევე 15 წლის ასაკიდან დავიწყე ვარჯიში ტრენაჟორებზე და ფაქტიურად გამოდის 27 წელია ვარჯიში. პატარ-პატარა ჩაგდებები ყველას აქვს, მქონდა, მაგრამ იმის მე სულ ვარჯიშობ და ვარჯიში არის ძალიან მაგარი. ახალგაზრდებს რასაც მოუწოდებ, არისო კარგად ისწავლონ და ივარჯიშონ. ერთმანეთს ხელს არ უშლის, ასე რომ ორივე შეგიძლიათ გააკეთოთ. ჩემ დროს კიდევ ვიტყვი, რომ ღმერთმა იგივე დრო არ გაიმეოროს, ძალიან ცუდი დრო იყო. ჩემი ასაკის ხალხი ახლა ვინც არის, უმეტესობა ან გარდაიცვალა, ან სადმე წასული, ან დაიჭირეს. ეს უშუქობა იყო, გაჭირვება იყო, უმეტესობა განარკომანებული იყო. ყველანაირი ხალხთან მქონდა ურთიერთობა, მაგრამ არასოდეს არ ყოფილა ამყოლი ადამიანი, კუჩაშიც ვიდექი ყველაფერი. უბრალოდ ჩემი აზრი ყოველთვის გამაჩნდა და ჩემი მიზანი მქონდა ცხოვრებაში. მე შევიცვალე პროფესია, 15 წელი ვიყავი კიბერუსაფრთხოების სფეროში, უფროსად. და 15 წელი ვიმუშაობდი ერთ ადგილას. 15 წელი ძალიან დიდი დროა და 4 თვეა უკვე წამოვედი მაგ სამსახურიდან და რაღაცა სხვა რაღაცებს ვაკეთებ ახლა. ყველაზე მთავარი რაც არის ცხოვრებაში, უნდა იყოთ მართალი ადამიანები. განათლებულები, ჭკვიანები და მართალი. არ უნდა დაჩაგრო არასოდეს შენზე სუსტი და ისე უნდა იცხოვრო, შვილი რო გეყოლება, რომ შენ შვილს ვიღაცამ არ უთხრას ეს მამა შენი ვინ არის და შენ შვილს უნდა ეამაყებოდეს, რომ ეგეთი მამა ყავს. დღეს დღეისობით რაც ქართულ ერს ძალიან აკლია, არის უკვე ერთმანეთის სიყვარული და განათლებაც უკვე ძალიან უკვე ისია, რომ კატასტროფაა რა. რაც შეეხება ახლა ყველას გაინტერესებთ ჩემი პარფიუმერის მიმართ სიყვარული. ძალიან ადრე არ დამიწყია, ეს სკოლის ასაკიდან, სტუდენტობის პერიოდიდან, მაშინ არ იყო ეს ნიშები, მქონდა ლუქსები. ისეთი განსაკუთრებული არაფერი, მაშინ დიორები იყო, შანელი იყო, აზარო იყო, 212 იყო მაშინ მაგარ მოდაში, 212 მქონდა.
და მე გამოვიდა გიღლენი იყო ძალიან მაგარი სუნამო იყო სხვათა შორის და ასევე ყველაზე მაგარაც მიყვარდა ეს იყო Gucci Envy. საოცარი სუნამო იყო დღეს eBay-ზე თუ ვიშოვს ვინმე ძალიან ძვირს იმიტომ აღარ გამოდის $100 თუ რაღაცა. ნიშებზე რომ გადავედი ჩემი პირველი ურთიერთობა იყო ამუაჟ ინტერლუდთან და ამუაჟ მემოვისთან. ამუაჟ ინტერლუდი დავისხე სუფუ ვიძახე, იმიტომ ძალიან რთული სუნამოა და ჩემი ცხვირი არ იყო მაგისთვის სათავე ვერ გაუგე და მემოვი რომ ნახე, აი გაუგიშდი ისე მომეწონა და ვიყიდე ამუაჟ მემო და ძალიან კმაყოფილი ვიყავი რა, იმიტომ მართლა მაგარი სუნი აქვს. დღემდე მაგ კოლექციაში დღემდე ძალიან მიყვარს. ეხლა მე ჩემ ისტორიას მოკლედ მოვყვები, იმიტომ ამდენი წლის მანძილზე ძალიან ბევრი რამე გადამხდა და ალბათ 1-4 დღე არ ეყოფა რომ მოვყვე. როგორ დავიწყე TikTok-ი? TikTok-ი დავიწყე პანდემიის პერიოდში, სადაც ყველაფერი დაიკეტა, დარბაზები. ძალკე მქონდა ეს ტრენაჟორები წამოღებული დარბაზიდან და კონტენტი დავიწყე იმით, რომ აი ხალხს დახმარებოდა ჩემი ფიტნეს რჩევები. ვდებდი ვარჯიშის ვიდეოებს, ასევე პარალელურად ვებწოდი რუსებს, აფხაზებს, ვიღაცები, ვინ საქართველოზე ცუცი ძახდა და სულ ეხლა ვინც დიდი ხანია მიყურებს, კი იცით, სულ ეგეთ თემაში ვიყავ. მე ნელ-ნელა დავამატე პარფიუმერია. ეხლა ვინც არ იცით, ზუსტად 1 წელია რაც ვყიდი პარფიუმერიას. მანამდე ჩემი დიდი კოლექცია მქონდა და უბრალოდ მიყვარდა ეს სფერო და ვაკეთებდი აღწერებს. არაფერს არ ვყიდიდი, დავიწყე აღწერებით. ალბათ 2 წელი ვაკეთებდი აღწერებს. ვყიდულობდი ჩემთვის სუნამოებს და თქვენს გაცნობდით თუ რომელი იყო და რა იყო კაი. მაშინ არ იყო ესე, ეხლა როგორც არის ყოველი მეორე, ანუ აღწერებს აკეთებს და ყოველ მეორეს თავი პარფიუმერი გონია. მაშინ TikTok-ზე ვიყავი ალბათ მარტო მე და ვცდილობდიო, ანუ ხალხი ის გამეცნო ახალი სუნამოები და პარფიუმერის სფერო უფრო განვითარებული ყოფილიყოს. მე ვთვლი რომ გამომივიდა ძალიან ბევრს გავაცანი ძალიან კარგი სუნამო. ასევე ზოგი ისე განვითარდა, რომ ეხა უკვე რაღაცა კომენტარებში რაღაცა ისეთი ჯანსაღი პოლემიკა გვაქვს და მსიამოვნებს ძალიან, რომ ისე განვითარდა, რომ რაღაცეებზე მეწინააღმდეგება, რაღაცაზე მე ვეწინააღმდეგები და ძალიან მიხარია, რომ ეგეთ დონეზე არის ის ადამიანი. კიდე შეიძლება რომ ვთქვა, რა მეტი ისეთი არაფერი. ეს იყო და ეს უბრალოდ მინდოდა გცოდნოდათ. ბევრმა იცით ახლა ხშირად ვინც მიყურებთ და ეს არის მოკლე შინაარსი ჩემი ცხოვრებიდან. ასევე პარფიუმერია არ არის ჩემი სამსახური, პარფიუმერია არის ჩემი ჰობი, რომელიც ძალიან მიყვარს და როდესაც ვიდეოს აღწერას ვაკეთებ, ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ასევე დანელ ყველაფერი მაგარი როგორ გაქვს, მაგ შეკითხვაზე აქვე გავცემ პასუხს, ჩამომაგს საუკეთესო ნიშები, რაც კი მსოფლიოში არსებობს და რაც მომწონს მე. ჩემი გემოვნები და არა ისო სიტყვა ვთქვათ ვიღაცას მოწონს და ჩამოვიტან. აქედან გამომდინარე, ყველა არის მაგარი, იმიტომ რაც არ მოგწონს, იმას სიტყვაზე ვთქვათ, არც ჩაიცმევ, არც შეჭამ და არც იღები, ხო? ანუ რაც მე მომწონს ისო ჩამომაგ, იმიტომ არის ყველაფერი მაგარი. დიდი მადლობა ყველას, ვინც მიყურებთ. თუ ვინმეს ჩემი ვიდეოები ეხმარება განვითარებაში და იღებს სიამოვნებას ჩემი ვიდეოებიდან, გენაცვალეთ უყურებას. ახალგაზრდებს კიდე მინდა მოუწოდო, კარგად ისწავლეთ, არანაირი სიგარეტი, არანაირი ნარკოტიკი. ისწავლეთ, ივარჯიშეთ. სწავლა
არის ყველაზე მაგარი. შეიძლება რაღაც მომენტში არ დაგიფასდეს, მაგრამ ადრე თუ გვიან დაგიფასდება. თან შენთვის არის კარგი, როდესაც ხარ განათლებული ადამიანი, აი მანდ უკვე ხვდები, რომ სიტყვაზე ვთქვათ, ვიღაცასო ესაუბრები, თუ რამხელა განსხვავება შენში და იმ ადამიანს შორის, რომელიც არის გაუნათლებელი და უსწავლელი. ასე რომ ისწავლეთ ბავშვებო, კარგად ისწავლეთ, იყავით სამაგალითო შვილები და ეცადეთ ყველაფერი აკეთოთ კარგი და იყავით თქვენი თავის და თქვენი მშობლების იმედზე. არასოდეს არ გქონდეთ ილუზია, რომ ვიღაცის იმედით რაღაცას გააკეთეთ. კი, შეიძლება ბევრი დაგეხმაროს, მაგრამ როდესაც შენი თავის იმედი გაქვს, ეგ არის ყველაზე მაგარი. მე შემიძლია თამამად თქვა, რომ ერთი ვისგანაც ვარ დავალებული, ესენი არიან ჩემი მშობლები. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ძალიან ისეთ სფეროში, რომ შეიძლება 10-ჯერ და 100-ჯერ კარგად ვიყო, რომ რაღაცა უთხოვო, მაგრამ არ მინდა რომ ყველაფერს ჩემით მივახციო და არ მინდა რომ ვინმეს გავიყო დავალებული. აპა თქვენ იცით, კარგად ბრძანდებოდეთ, გილოცავთ კიდევ ერთხელ სულ ყველას დამდეგს, ბედნიერებას, ჯანმრთელობას და ღვთისწყალობას ვისურვებთ თქვენ და თქვენ ოჯახი.